გამარჯობა, თქვენ უსმენთ და უყურებთ პოდკასტს წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია და ეს არის რადიო სივრცე FM 98.5. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე. გიორგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, დროის დათმობისთვის. თქვენ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ ჩვენი პოდკასტისთვის, თქვენი ცხოვრების ისტორიიდან და გზიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ძალიან ბევრ წარმატებას, დიდ მიღწევებს და მათ შორის კრიზისული სიტუაციების გადაახვას. შესაბამისად, პირველ კითხვას პირდაპირ აქედან დავიწყებ. დღევანდელი შეფასებით თქვენთვის რა არის წარმატება, შესაძლოა შეიცვალა მათ შორის განვლილი გზიდან გამომდინარე და პირობითად რასაც 20 წლის ასაკში წარმატებას უწოდებდით, დღეს შესაძლოა უკვე გადააფასეთ, აი თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მაქვს საშუალება თქვენს მსმენელს და მაყურებელს ვესაუბრო. რთული კითხვა არის. ჩემი აზრით, იმ ბრალ მიზეზის გამო, რომ წარმატების განცდა ადამიანის ცხოვრების მანძილზე მონაცვლეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდწილად ცხადია განპირობებული არის იმ ახასიათებლებით, რაც შენ ბავშვობაში გიმემკვიდრევეს, იმიტომ რომ რეალურად კონტექსტის იძულება რაღაცნაირად შენში ქმნის წადილს, რომ სხვადასხვა თვალსაზრისით განვითარდე, ხო? ჩემი ბავშვობა იყო ეგეთი, რომ ერთგვარი ალყა იყო ჩემს ირგვლივ, რომელიც მე მაიძულებდა ყოფილიყავი წარმატებული. ხო, ჩემი ოჯახი რაღაცნაირად ვთქვათ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით იყო განვითარებული, მასწავლებლები, დირექტორები და შემდეგ და ისინი ყოველთვის მომიწოდებდნენ, რომ ამ სფეროში ყოფილიყავი წარმატებული და წარმატების მათი მოდელი გულისხმობდა იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ერთი მხრივ პროფესიონალი, მეორე მხრივ გამოჩენილი, ხო? ბუნებრივია, ეს კლასიკური ამბავი. ბუნებრივია, რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ამ რაღაცის ცოდნა და განცდა ერთმანეთთან ვერ მეგობრობს. ვიღაცისთვის შეიძლება წარმატება იყოს ამბავი, როდესაც შენ სხვა დანარჩენ ადამიანებს აღემატები საკუთარ სფეროში, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს წარმატება, როდესაც შენ საკუთარ სურვილებს აღემატები საერთოდ, ხო? პირველმა შენ შეიძლება დიდების განცდა მოგანიჭოს და აღიარების და ადამიანი აღიარების არსებაც არის მათ შორის, მაგრამ მეორე შეიძლება გთავაზობდეს სიმშვიდეს, ხო? როდესაც შენ რაღაცნაირად გაემიჯნები ამ ნებებს, სურვილებს, განცდებს და საკუთარ თავს ამათ მიღმა წარმოიდგინე, რაც ჩემი აზრით უკიდურესად რთულია მithumetes გურული ადამიანისთვის, რომელიც მე გახლავთ. შესაბამისად, ხო, მე ჯერჯერობით ვარ პირველი მოდელის ადამიანი. როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, რა თქმა უნდა, ამ საქმის სიყვარულით, მაგრამ ამავდროულად გულისხმობს სახელის მოხვეჭასაც. ჩემი სურვილები არ არის დიდწილად მიმართული არც კონკრეტული კარიერისტული აზრით, ხო, რაღაც თანამდებობებისკენ და ამ კარიერიდან მოხვეჭილი რაღაც სიმდიდრის მიმართულებითაც მაინც და მაინც მოტივირებული არა ვარ. ეს იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდია, დასაძრახია, საქილიკოა. უბრალოდ ადამიანების გზა არის. ზოგი ასე აკეთებს, ზოგი ისე აკეთებს. ჩემი ძირითადი ვნება ალბათ მისაღები იმ საქმეებიდან, რასაც მე ვაკეთებ, უფრო არის ის, რომ ვიღაცებმა მაღიარონ, სახელი მქონდეს, ხო? თან გულწრფელად რომ ვილაპარაკო. ეს არ არის ძირითადი ამბავი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდაც არ მოყვებოდეს ჩემს გაკეთებულ საქმეს და საქმე ზოგჯერ იყოს კიდეც უპირატესი სიტუაციის მიხედვით, მაგრამ საბოლოო ჯამში კი ძირითადი საწვავი ყველა სჭირდება რაღაც საწვავი, თქვენ როდესაც ამ გადაცემას აკეთებთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ ვიღაც გიყურებდეთ და საკუთარი ნაღვაწის შეფასება მოისმინოთ, ხო? არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მილიონები იქნება თუ ათასები. ამიტომაც საბოლოო ჯამში კი ეგ არის ასე არის განპირობებული ეს ამბავი, მაგრამ რა შეიცვალა, საერთოდ დავიწყეთ კითხვა, თუ შეიცვალა და გადაფასდა? ხო, იცით რა არის, შეიცვალა, ალბათ ცოტა ისეთი ჭარბი ნათქვა მიქნება, მაგრამ კორექციებს უგანიცდის.
მაგალითად, რაც დრო გადის, უფრო მეტი სურვილი მაქვს, რომ თუმცა ამას ჯერ ვერ ვახერხებ და არც კი ვიცი, ოდესმე მოვახერხებ თუ არა, რომ საჯაროების ინფორმას, რომელიც არის ჩემი ცხოვრების თამდევი, ნელ-ნელა ჩამოვშორდე და არა კლასიკურ ჭრდილში ხა წერლობის მიტოვებას, ან თქვა სხვა მსგავს ამბებს, რომელიც ალბათ ძირითადი ვნებაა, ჩემი არ ვაპირებ, მაგრამ არა მაინდა-მაინც ამ ფორმატით გამოვხატავდე საკუთარ თავს, როდესაც ვთქვათ, აი, ყველგან და ყველაფერში, რაც მეტნაკლებად ჩემს სფეროს უკავშირდება, ვჩანდე, ეს ცოტა დამღლელი აღმოჩნდა. მაგრამ არც იმ მოდუსის ნაწილი ვარ, რომ საკუთარ სურვილებზე და ვნებებზე ვარი ვთქვა და ასე დავეუფლო სიმშვიდეს, რომელიც ალბათ ერთი ყველაზე ძირითადი და მიუღწეველი ამბავია ჩემს ცხოვრებაში, ხო? არ ვიცი, ეს ახლა სადღაც შუაში ვარ და ბეწვის ხიდზე გავდივარ, ნახოთ მოვახერხებ თუ არა. კი ბატონო, ბავშვობა თავად ახსენეთ, მეც სურდა ამ თემაზე მეკითხა და სწორედ ის პასუხი გამეცით, რასაც ვფიქრობდი, ანუ ბავშვობიდან იყო თქვენს გარშემო, ასე ვთქვათ, მიმართულება წარმატებისკენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვისმენენ, კი ბატონო, გვისმენენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას და შესაბამისად თქვენ რომელმაც მიაღწიეთ მკაფიო მაჩვენებელ წარმატებას, რაც შეიძლება იყოს ცნობილი მწერალი, საყვარელი მწერალი, მათ შორის თანამდებობა და ასე შემდეგ. ეს გარკვეულწილად უკავშირდება ბავშვობას, რომელიც ალბათ თქვენგან, აი, როგორი გარემო გქონდათ, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, აი, აუცილებლად მაღალი ნიშნები უნდა გყოლოდათ, აუცილებლად რამდენიმე წიგნი უნდა წაგიკითხეთ, თუ როგორ ხდებოდა? მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები დაახლოებით ეგეთი იყო, სულ პროტესტანტი ბავშვი ვიყავი და მაინც და მაინც თქვათ არ ვეგუებოდი ამ დირექტივებს, ზოგჯერ სრულიად ამაზიანებლად ჩემთვის, ზედმეტად ჯიუტი გახდით და ეს ჯიუტი რაღაც გაუგებარ ფორმებშიც გამოიხატებოდა განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. თუმცა კი, მოთხოვნა იყო ეს, რომ შენ უნდა ყოფილიყავი საუკეთესო და შესაბამისად ამ საუკეთესოების კვალად მათაც უნდა ქონოდათ საფუძველი, რომ მე ამაყად ხა ეს ხო მიზეს შედეგობრივია, მარტო შენზე არ ხდება პროექცია. ეგ რიგ შემთხვევაში კარგიც არის და რიგ შემთხვევაში მაინც და მაინც სასურველი არა. იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ამან წაგვართვას ბავშვობა და ზედმეტობამ ამ თვალსაზრისით, ვთქვათ, არც წარმატება შეუწყოს ხელი ამავდროულად, გარდა იმისა, რომ ძალიან ტრამვული აღმოჩნდეს. ხასთი სუპერ ჭარბი ამბავი არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო ჯამში კი მეც ხანდახან რაღაცების ტყვევ ყოფილვარ და ამ რაღაცებს მე სერიოზული კომპლექსები შეუქმნიათ, რომელთა გადალახვაც დღემდე ძნელად შესაძლებელია ჩემთვის და მე მაინდა-მაინც გულწრფელად გითხრათ ამას არ ხუთოსნის კომპლექს გულისხმობთ? არა, ხუთოსანი ტიპი არ ყოფილვარ არასდროს. ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ხო, სწავლობდი დიდწილად იმ საგნებს, რომელიც მაინტერესებდა. და სამწუხაროდ მე ხუთოსნობაში პრობლემას კი არ ვხედავ, პირიქით. ეს რაღაცა ძალიან ცუდი სტერეოტიპია, როდესაც ვიღაცებს დასცინიან იმის გამო, რომ ისინი კარგად სწავლობენ. პირიქით. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში იყო ეგრე, რომ რაღაც საგნებს არ ვერ ვსწავლობდი. შესაბამისად და რახანაც იმ ძველ კი არა და პირველ საგნებში, რომელიც ჩამოვთვალე ვიყავი ძალიან ისეთი წარმატებული, იმიტომ რომ ლექსებს ვწერდი, უკვე გაზეთის რედაქტორი ვიყავი ბავშვობაში, რა ვიცი, მე მგონი მე-6 კლასში ვიყავი გაზეთის რედაქტორი, წიგნი გამოდიში. იმის ხათრით მიწერდნენ ის დანარჩენი მასწავლებლები კარგ ნიშნებს. ხო, რაც კაი ამბავი კი არ არის, მაგრამ ნუ ასე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ ხო, ამ თვალსაზრისით ვერ ვждებოდი მაინდა-მაინც იმ კლასში, იმიტომ რომ ძალიან ესეთი რაღაცა არასტანდარტული გრაფიკით ცხოვრობდი, ხო, შუაღამემდე შეიძლება მეთამაშა ფეხბურთი, სადღაც დავრჩენილიყავი მეგობართან, 1000 რაღაცები მეკეთებინა და მე მეძებდნენ ხოლმე ესე ძახილით, ხმამაღალით ოზურგეთის ქუჩებში, ასე რომ ხო, არა, წარმატება მე მგონი არ მოსდევს სტანდარტულ გზებს და გადაწყვეტილებებს. რას მოსდევს წარმატება შესაბამისად? ჟინის და ნიჭის საკუთარ თავზე ცოტა უცნაური ლაპარაკია, მაგრამ ჟინის, ნიჭის და შრომის ერთგვარ ქორწინებას. შრომა გარდაუვალი ამბავი, ადრე თუ გვიან ეს გჭირდება, მაგრამ ეს შრომა არ უნდა იყოს სტერილური და არ უნდა იყოს შებოჭილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ შენ არ გაქვს განცდა თავისუფლების, თუ შენ არ გაქვს მიდრეკილება თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობა არის ეს გზა, რომელსაც ჩვენ შინაგან თავისუფლებასთან მეტნაკლებად მაინც მივყავართ, მაშინ წარმატებას ვერ მივაღწევთ. მაგრამ
დამოუკიდებლობის გზა თავის მხრივ გულისხმობს იმ გზას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა. ეგ არის თერგის გზა და თერგის გზა თავის მხრივ კომფორტული არ არის. ანუ წარმატება არ გულისხმობს კომფორტულ გზაზე სიარულს. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით დამოუკიდებლობის განცდა პირიქით ბევრი საფასურის გადახდას მოითხოვს. მე მახსოვს, რომ როცა პირველად სკოლაში წავედი, მაშინ თქვათ მარტო როცა წავედი პირველად სკოლაში ვიყავი ალბათ მესამე კლასში. ნუ არც ისე შორს არის ეს სკოლა ჩემგანო ზურგეთში, მაგრამ არც ისე ახლოს რომ რაღაც გზის გავლა არ მოგიწიოს და ნახსოვს რომ იქითა გზაზეც რაღაც ფათერაკები შემემთხვა, უკანა გზაზე ვიღაცებს ვეჩხუბე, შარვალი დამეხა, მე ძაღლი გამომეკიდა, მიკბინა და რაღაც სულიად დასრული და გაუგებარ მდგომარეობაში დავბრუნდი სახლში და გებია ჩემმა მითხრა რომ ვეღარ გცნობო. რას გავხარო, ხო და ძალიან გვიან მივხვდი, რომ დამოუკიდებლობის გზაზე სიარული არის ეგ. როდესაც შენ ამ გზას გაივლი, დამხტურები ვეღარ უნდა გცნობდნენ. და ეგ არის წარმატება. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, შენ დამარცხდები ტექნიკური აზრით, თუ გაიმარჯვებ. ძირითადი ნიშანი ადამიანად ყოფნის და წარმატების არის ის, რომ შენ მოძრაობ. და თუ მოძრაობ, ესე იგი დამოუკიდებლობის გზაზე დგახარ. კი ბეტონო და წარმატებისკენ გზა მათ შორის სირთულეებს მოიცავს, რაც გცვლის ამას გულისხმობ. გარდაულად. იმიტომ რომ ყველა სხვა ადამიანი ამავდროულად მოძრაობს ამ წარმატებისკენ და თქვენ ერთმანეთს გარდაულად ეჯახებით. ეკვეთებით. შესაბამისად აქედან გამომდინარე დაგისვამთ კითხვა, სხვა კითხვა მინდოდა დამესვა, მაგრამ კონკურენცია, მოწინააღმდეგეები, არაკეთილის მსურველები, როგორ გადაგილახავთ მათთან დაპირისპირება, ან როგორ რარჩევას მიცემთ სხვებსაც, ვისაც შესაძლოა უჭირთ აი ამ წინააღმდეგობების დაწესება. ცირა ძალიან ბევრი სირთულე შემთხვევია და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც არ უყარვარ ზოგს მიზეზით, ზოგს უმიზეზოდ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და თავარი ამბავი არის, რომ შენ არ უნდა ეცადო ამის გამოსწორებას. იმიტომ რომ რეალურად ეს ტექნიკურად შეუძლებელია. რომ ყველას უყვარდე. და შესაბამისად თუ შენ ძალისხმევას აქეთკენ მიმართავ, უბრალოდ რაღაც გაუგებარ ჭაობში შეხვალ და საკუთარ თავს დაახრჭობ, ხო? და იმ ადამიანებს კონდეთ საკუთარი აზრი შენზე, მე შეიცვალონ, არ შეიცვალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც პირველ რიგში ალბათ თუ ეს თქვათ პროფესიული ამბავი არ არის, რომელიც რაღაცების გათვალისწინებას მოითხოვს, შენგან ყურადღების არ მიქცევა არის ყველაზე ზუსტი გზა, რაც მე ხშირად არ გამომდიოდა. და მეც არ ვარ რაღაც ესეთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იდეალური მაგალითი ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა საბოლოო მოდელი და ყველაზე სწორი არჩევანი ალბათ ეს არის. იმიტომ რომ სხვა თვალსაზრისით შენ უდიდეს პრობლემებს აწყდები. და ეს პრობლემები თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ დამოკიდებული ხდები ამ მოვლენას და თუ შენ გაითავისუფლებ საკუთარ თავს ამ ამბიდან, გაცილებით მეტი საშუალება გექნება იმ საქმის კეთების, რომელსაც აკეთებ. ხო, ბევრი შემთხვევია, მე მაინც ვფიქრობ, ადამიანის სუბიექტური არსება, რომ დიდწილად რაც შემთხვევია უსამართლო იყო, შეიძლება ვიღაც გადასახადიდან სამართლიანი, მაგრამ ესე როგორც თქვენც ასე ფიქრობთ ალბათ და სხვა დანარჩენი ადამიანები საკუთარ თავთან დაკავშირებით. მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე უფრო უსამართლო ამბავიც კი იმსახურებს იმას, რომ გულგრილი იყოთ მის მიმართ. ეს ძნელია, სავარჯიშო ამბავია, ადვილად არ კეთდება, მაგრამ აუცილებელია. მე იმას მაინც მივაღწიე, რომ ორი რაღაც ერთი ნაკლებად იყოს, სხვა შორის ეს მე მიგვირს რაღაცნაირად განვითარებული ჩემში შურის რაღაცა ესეთ შური ყველა ადამიანში რაღაც დოზით, მაგრამ აი შურის ძლიერი შეგრძნებები არ მქონია და დღესაც არ მაქვს ხვის მიმართ სხვა შორის. მათ შორის საკუთარი სფეროს წარმომადგენლებს არ ვიცი რატო მოხდა ეგრე, შეიძლება ადრეულმა წარმატებამ განაპირობა, ბევრი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. სავარაუდოდ, მაგრამ ეს ასეა ნამდვილად და დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდწილად ამ გზნობიდან განძარცული ვარ და აი სულ ვიღაც წარმატებას აღწევს ჩემს ირგვლივ. ყოველ შემთხვევაში თუ ახლა ძალიან არ მიხარია, გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ყველა ადამიანი ასე ახლობელი არ იყოს, ხო? საერთოდაც არ მწყინს და პირიქით დაშუქრა. ხო და რაც შეეხება მეორეს, ეს არის შურისძიება. შურისძიების ამის დადგუნვა არ არის ადვილი ამბავი, ხო? მტრიზებაში ხა მაინც ესეთი რაღაცა ვენდეტურ ამბავს არ გულისხმობ. გულისხმობ აი რაღაც სხვა ფორმით, ხო? ესეც მე მგონი დავამარცხე ჩემს თავში და ეს უკვე ესეთი სერიოზული ამბავი იყო, რთული, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შესაძლებელი.
იბეტონე და როგორც ამბობენ, საუკეთესო შურისძიებაა, როდესაც წარმატებას ვაღწევთ და ჩვენი მოწინააღმდეგე ამას ხედავს. ხო და ეგ განცდაც რაღაცნაირად თქვათ გვერდზე გადავდე და დავთქმულე რა ჩემში, იმიტომ რომ თუ განცდითაც იმოძრავებ, ეგეც შურისძიების ნაწილი იქნება და ეგეც ხვისი მარცხის ტკბობით გამოწვეული ამბავი და საბოლოო ჯამში პრაგმატული აზრითაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ის სხვა ხდება ძირითადი ამ პროცესში. გეთანხმებით. და მე მგონია რომ ეგ მაინც უკეთესი გზაა. არ არის სწორი. კი ბატონო, უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ მაინც დავსვამ ამ კითხვას. თქვენ თავად ახსენეთ, რომ მათ შორის წარმატება, სახელი, პოპულარობა არის გარკვეულწილად საწვავი თქვენთვის. ყველას რაღაც მიზანი გვაქვს დაახლოებით ამგვარი იყო თქვენი პასუხი დასაწყისში. თუმცა აი ეს საწვავი მათ შორის რა უარყოფით გავლენას ტოვებს ადამიანზე. აი, როდესაც ვერ აღწევთ პირობითად რაღაც შედეგს, როდესაც ვერ აღწევთ პოპულარობას, როდესაც ვერ აღწევთ სიყვარულს, ეს ხო ყოველთვის არ მოდის. ეს უკვე მათ შორის აი ეს არის უარყოფითი მოვლენა. ცირა ესე რაღაცა ზოგადი ამბები ახ მეტნაკლებად თქვათ უკვე რაღაც ფაქტად არის დამდგარი და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძნელად შესაძლებელია ზოგადი აზრით პოპულარობა და წარმატება, მაგრამ კონკრეტულ ამბებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეს ალბათ ქოუჩურად ჟღერდეს ეს ამბავი და ისეთ ტრივიალურად, რომელიც მე დიდად არ მიზიდავს ხოლმე, ვცდილობ რომ თავი ავარიდო, მაინც 100-ია და რაც უნდა ბანალური იყოს, ხანდახან ბანალურობაც აუცილებელია. ყოველთვის ვცდილობ რომ მარცხი გადავადნო გამარჯვებად. ამას დრო ჭირდება. არის კოლაფსებიც, მაგრამ რაღაცნაირად აღმომაჩნდა ეგ უნარი, ჯერჯერობით მაინც ყოველ შემთხვევაში, რომ თუნდაც რაღაც ხნის გავლის მერე საკუთარ თავს ვაიძულო და ყველა ის წაბურძიკება გადავაქციო გამართულ და ჩქარ ნაბიჯად. არ არის ადვილი, ზოგჯერ არ გამომსვლია რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ არ გამომსვლია ძალიან დიდხანსაც არ მიჭიდავია, იმიტომ რომ მივხვდი რომ აი ეს ჭიდაობა მხოლოდ ჭიდაობად იქცეოდა და შედეგი ვერ მოვიდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი რაღაცით კოჭლი არსებები ვართ. ადამიანი ასთია, ხო? ღმერთთან და იდეალურთან შედარებით და ძალიან ცნობილი შერკინება იაკობის და მთავარანგელოზის ამაზე პასუხია, როდესაც მთავარანგელოზი იაკობს დააკოჭლებს და ეტყვის რომ შენ ვერასდროს ვერ იქნები იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ რჩეული ერის წინამძღოლი ხარ და ადამიანთა შორის უპირატესი, ხო? ღმერთად ყოფნა იმ აზრით, რა აზრითაც ჩვენ ეს ვიცით, დედამიწაზე ყოველ შემთხვევაში არ შეგვიძლია. ეს ჩვენ რაღაცნაირად უნდა გავაცნობიეროთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც არ გამოგვივა, იმიტომ რომ ნაკლული არსებები ვართ და გარდაუვალი ამბავია ეს ჩვენი ცხოვრება. ამას თუ მეტნაკლებად გავაცნობიერებთ, სიხარულით ამას არ მივიღებთ, მაგრამ თუ ფაქტად აღვიქვამთ, მე რაღაცები დაალაგდება და გაადვილდება. კი ბატონო, მინდა თქვენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზე კითხოთ, ოღონდ ძალიან დელიკატურად და ფრთხილად. კი ბატონო, თქვენ ფაქტობრივად იმ დროს მოგიწიათ, ასე ვთქვათ, ამ რთული კრიზისული პერიოდის გავლა, როცა იყავით თქვენი წარმატების მწვერვალზე, შესაძლოა, შორიდან ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში და ფაქტობრივად გამოცადეთ პირველი კითხვა რო გავიმეორო, მწვერვალიც და საკმაოდ ესეთი ძირს დაცემაც დიდხნიანი. თუმცა შემდეგ მოახერხეთ ისევ წამოდგომა და ესე ვთქვათ გაძლიერება. შეიძლება უწოდოთ მთავარი წარმატება, ცხოვრების მთავარი წარმატება ამ კრიზისული პერიოდის გადალახვას. ცირა, ხო, აი, ტექნიკური აზრით ეგ ალბათ ეგრეც არის. და ადამიანი რაღაც ინიციაციური არსებაა რა, ეს ცხოვრებაშიც ბევრჯერ კვდება და ხელახლა იბადება და როგორც ეს იბადება უფრო ძლიერი, ხო? ამირანის ეპოსი რო გავიხსენოთ, რაღაცნაირი გარდაუვალი მოცემულობა მგონია. თუ თქვათ არ კვდება საბოლოოდ, სხეულიდან არ გადის და არ გადაიცვლა. შესაბამისად, ამ აზრით კი, მაგრამ ახლა ვიღაცამ რო შემომთავაზოს, რომ მოდი ეს ამბავი გაიმეორე ახლა და კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე ახლა, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები, იმდენად დიდი ტანჯვა და შეუსაბამობა არის, თქვათ, ყოფასთან.
და ანუ სიამოვნო, იმიტომ რომ ფსიქოსომატური ამბები ორ მხრივად ტანჯველია და ეხა ამაზე გრძად ლაპარაკს არც ვაპირებთ, ვიცით რომ ეს არ არის ასიამოვნო ამბავი. მაგრამ თუ აი ესე მეორენაირად შეხედავთ, რა თქმა უნდა კი ეს გამოსვლა ამ საქმიდან ასევე ხანგრძლივი იყო და ახალი ნაბიჯების გადადგმა ასევე ძალიან რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო განვავითარე საკუთარი თავი ხარ რომელ მწვერვალზე უფრო მაღლა ავედი, ეს ხვის შესაძლებელია, მაგრამ პერსონალურად, ანუ საკუთარ თავთან დაკავშირებით სტანდარტი გავზარდე და ფიქრობ, რომ გაცილებით უფრო საინტერესოა დღეს ჩემი ცხოვრება ვიდრე მანამდე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები მაშინ ინერციულად უსიამოვნო და არა მაინც და მაინც სასარგებლო იყო ჩემთვის მანამდელი ამბები, ხო? დღესაც არის ასეთი რაღაცები და დღესაც მაქვს ბევრი რაღაცა გადასაფასებელი, მაგრამ მაშინ ეს ჭარბად აღმოჩნდა ერთად ჩემს ცხოვრებაში და რაღაცნაირად ხო ამ კოლაფსმა ფსიქოსომატურმა, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ რაღაც კონკრეტული სტრესი ან კონკრეტული ვთქვათ დეპრესიული ფაზა, შპოთვითი აშლობა და ასე შემდეგ, ამან მერე ვთქვათ სხეულიც ძალიან ჩაითრია და თითქმის უმოქმედო გავხდი. თითქმის, ოღონდ, იმიტომ რომ ხა ტექნიკურად ყველაზე ცუდად მყოფიც კი სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი. აი ძალით ავითრევდი სხეულს და ვცდილობდი რომ ვთქვათ რაღაცა ის მინიმუმები რომელიც აუცილებელი არის ადამიანისთვის, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის თანდაყოლილი განცდა არ მტოვებდა. და ბევრგან მუშაობდი მაშინაც საკუთარი გადაცემა მქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, ვასწავლედი, ყველგან ვცდილობდი ვთქვათ მცირედის გაკეთებას მაინც გარდა რაღაცა დასკვნითი ფაზისა, როცა უკიდურესად სულად გავხდი და კლინიკაში მომიწეწო. აქედან გამომდინარე, ხო, ეს ეტაპი შეიძლება მივიჩნიოთ, ანუ თუ ჩვენ ეს გვინდა რომ, ხო, თუ ჩვენ ეს გვინდა რომ мотиваციის მაგალითად იქცეს და იქცეს, რა პრობლემაა, იმიტომ რომ მე ხო ვიცი, ჩემი მდგომარეობა როგორი იყო და ვიცი რომ არა თუ მე, არამედ გარეთ მყოფ ადამიანებსაც ხა შენ შეიძლება გადაჭარბებული გაქვს განცდა მაშინ, როდესაც ფსიქოსომატურ ამბებს ებრძვი, მაგრამ გარეთ მყოფ ადამიანებსაც და ექიმებსაც უკვე თითქმის ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. თითქმის, ხო? და თუ იქიდან არის შესაძლებელი ამოსვლა, თუ კი აი ფსკერზე, სადაც ჩაყმინთული გაქვს, შეიძლება ფეხით დაკრა და მაინც მარტინიდენის გზა არ გაიზიარო და ამოყვინთო, ხო? მაშინ ალბათ ყველაფერია შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსმენელებიც, რომლებიც შეიძლება რთულ პერიოდებს ებრძვიან სხვადასხვა აზრით, ამას შესანიშნავად გრძნობენ, რომ ადამიანის ცხოვრება თუ მოძრაობას არ წყვეთ ბოლო წამამდე ეს არის გარდაუვალი მონაცვლეობა. ისევე როგორც ჩემს ცხოვრებაში, ხა მე იმედს ვიტოვებ, რომ არა ამ მასშტაბის, მაგრამ აუცილებლად დადგება ცუდი პერიოდები, გარდაუვად და ამის მზაობა მე უკვე მაქვს. იმუნიტეტი ასე ვთქვათ. ხო, იმუნიტეტი თლად ბოლომდე ალბათ არ, მაგრამ მზაობა ნამდვილად. კი ბატონო, რადგან თქვენ თავად ამ თემას ეხებით გვახდიოთ, იმიტომ მკითხავთ, აქვს თუ არა რაიმე ნიშნები, ვთქვათ, იგივე ახსენეთ, რომ ძალიან ბევრგან დადიოდით, აი ბევრი სამსახური გქონდათ, ბევრი საქმე გქონდათ, შეიძლება თუ არა იყოს, ვთქვათ, გადაწვა მათ შორის მიზეზი, როგორ შეიძლება შეყვება გვისტრესი. ანუ ყველა მე ბევრი რაღაც დამემწყო. ეს წუთში რა სამჩნევდით ხომ, რომ უკვე დაღლილი იყავით, კონკრეტული სტრესები იყო და სირთულეები ცხოვრებაში, რომელიც დაემთხვა გადაღლილობის უმაღლეს ფაზას და გენეტიკურ განწყობებს. ადამიანის გენეტიკური განწყობები არის სხვადასხვაგვარი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად აი სტრესს ადამიანის ორგანიზმი პასუხობს სხვადასხვაგვარად. როგორც წესი ყოველთვის უსიამოვნოთ, მაგალითად ზოგს მენტალური სირთულე ახასიათებს, დეპრესიაში ჩავარდება ან შფოთვითი აშლილობა ეწევა, ზოგს ღმერთმა ყველას დაუფაროსო, შეიძლება ინფარქტი დაემართოს, ინსულტი დაემართოს, დიაბეტი დაემართოს, რასაც კარნახობს მას მეტნაკლებად ახლო ან შორეული გენეტიკური განწყობები, ამგვარ პასუხს იძლევა ორგანიზმი სტრესზე. სტრესი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშინელი რამ, მაგრამ ჩვენ სტრესისგან არათუ დაზღვეულები ვართ, არამედ ყოველდღიურ ალყაში ვართ ამ ცხოვრებაში, მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში, რომელიც ამ თვალსაზრისით სრულიად აღვირახსნილია და შესაბამისად ადამიანებს ყველაზე ნაკლები მოხრუჭი დღეს აქვთ ერთმანეთის მიმართ თუ აქვთ. არის გულისხმობა მაინც რაღაცა ფიზიკური ძალადობა მეორის მიმართ, ხო? სიტყვას ძალიან დიდი გავლენა აქვს და გადამწყვეტი.
ხო, ჩემ შემთხვევაში რაღაცა ერთობლიობა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც მოუწოდებ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი აღიქვან როგორც ჩვეულებრივი დაავადება. ანუ თუ თქვათ კუჭის ტკივილის დროს, ან კბილის ტკივილის დროს ისინი აკითხავენ ექიმს, ამ სფეროშიც არის შესაბამისი სპეციალისტები. მესმის რომ ამ თვალსაზრისით შეიძლება იდეალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ იყოს და სოფლიოში სხვა შორის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა მეცნიერებაა და ძალიან ბევრი აქვს სასწავლი და ძალიან ბევრი ცდები მიმდინარეობს, მაგრამ დინამიკურად ვითარდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გვყავს რამდენიმე კარგი სპეციალისტი, მათ შორის კარგი ფსიქოთერაპევტიც, ფსიქიატრიც, ზოგი ნევროლოგს მიმართავს და ნევროლოგებმაც აიღეს ეს ფუნქცია თავის თავზე და გარდამავალ ეტაპზე კი ბატონო იყოს ასეც, თუმცა ნევროლოგია სულ სხვა სფეროა, ადამიანები ცირთად მასთან მისვლას ცდილობენ, იმიტომ რომ ფსიქიატრთან რომ მივიდევინ მეს გიჟი არ ვეგონო და ნევროლოგი უფრო ისე ჟღერს ნერვე ბაშლილი ადამიანის დამაწყნარებლად ხო და შესაბამისად ხო მაგრამ ხო რამდენიმე კარგი ნევროლოგი არის რომელიც კარგად უწყება ამ საქმეს და ხა ესეც არ გამოვა რომ იმათ თქვა რომ თქვენ ახლა ამ წუთას ეს გარდამავალ ეტაპზე ვართ ყველაფერი ნაბიჯ უნდა მოხდეს ეს რევოლუციურად ეგ არ იქნება რომ ხო და ყველაფრის შეცვლა და შველა შეიძლება ესე ვთქვათ. აბსოლუტურად მენტალური სირთულეების შემთხვევაში არ არსებობს რაღაცა სპეციფიკური სუპერ გამონაკლისების გარდა არა ნამდვილად არ არსებობს ყველაფერი მართვადია თუ ჩვენ ამას შევხედავთ ჩვეულებრივ სხეული ფსიქოსომატურ სხეული და ფსიქიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ხო ამგვარ ვთქვათ ხტომი მე ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებელობა რაღაც ეტაპის მერე ხა სუპერ კლინიკური მდგომარეობა თუ არ არის და ადამიანი უნარო არ არის იმას ვთქვათ უნარო თუ არის იმასთან ახლა თავი ხელში აიყვან და შემოუძახი არ ჭრის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვამბობ და გავიმეორებ კიდევ რომ მაშინ საკუთარი თავი ისე მძიმეა რომ მას ვერაფრით ვერ ზიდა და ვერ აიყვან საკუთარ თავს ხელში მაგრამ რაღაც ეტაპის მერე ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული რატო ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რეფლექსია გააზრება ამ მდგომარეობის და ნებელობა ანუ ძალის გამოძებნა საკუთარ თავში რომ მიიღო ერთი მხრივ რაღაცა კურსი მაგრამ მეორე მხრივ დააბრუნო საკუთარ თავის ცხოვრებაში თუ ამას არ მოახერხებ მარტო მკურნალობა არ შაშველის ხო რაღაც ეტაპამდე მიგიყვანს რაღაც სიმპტომებს დააცხრობს მე ისევ იქ შებრუნდები ხო იმიტომ რომ ანუ არის რაღაცები რაც ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან უნდა ვასწავლოთ ცხოვრება საკუთარ თავს, თავიდან უნდა გავიმეოროთ, თქვათ ეს აქტი, როგორც არის სიცოცხლეში შესვლა. ჩვენებს სმენელს და მაყურებელს რომ მივცეთ ზუსტი რჩევები, მაგალითად ექიმი და წამალი, მაგრამ კიდევ გააჩნია, იცი რა, წამალი არ არის ყოველთვის აუცილებელი. ფეხიციარული ვარჯიში, ზეზე ყოფნა, სწორი კვება, არცერთ აი განვითარებულ სამყაროში, თქვათ, სადაც მეტნაკლებად ვთქვათ ამ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული წინსვლები აქვს როგორც ვთქვათ სამეცნიერო ისე პრაქტიკული თვალსაზრისით პირდაპირ წამალს თუ რაღაცა ესეთი რთული მდგომარეობა არ არის არავინ არ გაჯახებს ეგ არ ითვლება სწორ გზად ჩვენთან ხდება სამწუხაროდ რომ ხანდახან აი პირდაპირ ტრანკვილიზატორებს ფსიქოტროპულებს ბენზოდიაზეპინებს აწვდიან რომ აი დამშვიდდი და რა არა ეგ არ არის სწორი გზა მეტიც გულწრფელად რომ გითხრათ ჩემ შემთხვევაში პირველი მცდარი ნაბიჯი ეგ აღმოჩნდა მე დიდწილად მსხვერპლი ვარ მათ შორის არასწორი მკურნალობის მაინდამაც ექიმებისკენ არ ვიშვერ ახლა ხელს მე თვითონაც ძალიან არასწორად თქვათ მივყვებოდი დანიშნულებებს ხო იმიტომ რომ აი რაღაცა ვცდილობდი დამშვიდებას და რასაც მიწერდნენ შეიძლება ორი წამალი გადამეყლაპა და ეს ძალიან საშინელია დამღუპველია და კიდევ უფრო დიდ დერეალიზაციას იწვევს და ასე შემდეგ და ასე ხო ისე დაუბრუნდეთ იმ ამბავს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სწორი დიაგნოზი და სწორი დიაგნოზის მერე სწორი მკურნალობა და სწორი მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გარდაულად მედიკამენტების მიღება. ეს უფრო რაღაცნაირად ხან პაციენტის მოშორებას ნიშნავს და ხან რაღაცა თავის დაზღვევას. რაც თქვენ ახსენეთ, ფიზიკური აქტივობა, ხო? ნუ ნორმები არსებობს. მე მაგას ვერ ვახერხებ სამწუხაროდ. და ბევრი ვერ, მაგრამ ნუ არის რაღაცა ევოლუციური ნორმა, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს მაგალითად 4000 ნაბიჯი დღეში, ხო? იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა სეროტონინის მაღლა აწევს და მე განწყობა უმჯობესდება გარდაულად, ხო? და ასე შემდეგ და ბევრი გვარი პრაქტიკა არსებობს სხეულებრივი მათ შორის, ხო? აი რა ხიანული ფსიქოლოგია დიდწილად
გულისხმობს იმას, რომ იმდენად მკვეთრად არის გადაჯაჭვული სხეული და ფსიქიკა ერთმანეთს, რომ ერთ შეუძლია მეორე განკურნოს და პირიქით. ამიტომაც რეალურად კი, მე ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანს ამის კომფორტი აქვს, რომ ბევრი გზა მოიძიოს, ხო? მესმის რომ ეს სივრცეები დამაბნეველიც არის გულისხმობ უკვე ხელოვნურ ინტელექტს და თქვათ სხვა საძიებო სისტემებსაც ძველს შედარებით. მაგრამ თუ სწორად იმოქმედებს, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. საერთოდ ადამიანი გარდაულად ატარებს სხვა ტიპის მენტალურ სირთულეს ყველა ჩვენი მსმენელიც და ჩვენც, ხო, სხვა ტიპისას. ხო, დღესაც და შეიძლება სხვასაც გარდაუვალია ეს, უბრალოდ სხვა ფორმები აქვს ამას, ხო და მით უფრო, თქვათ, სხვა ტიპის მოცემულობა, როდესაც ადამიანი კრიტიკული რჩები სამყაროსადმი, ხო, ეგრეთ წოდებული ნევროზის ჯგუფების, როგორც ფსიქოზისაც იკურნება ცხადი. და ეს რაღაცნაირად, თქვათ, ყველაფრის ერთ ქვაბში ხარშვა, თქვათ, ადამიანი, თქვათ, ფსიქოლოგ თან მივიდა და ბრჭყალებში გიჟია. ძალიან დამაზარალებელი და არასწორია რა. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ როგორც რა ვიცი, მაგალითად სხეულში არსებობს კაპილარები და ვენები და თქვათ არტერიული სისტემა და ასე შემდეგ, ასევე არსებობს ტვინში ნეირონები და სინაფსები და იქაც იცვლება რაღაცები. და მასაც სჭირდება ხშირ შემთხვევაში კორექცია და ეს არც შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე ნაკლებია ან ასე შემდეგ. რას შეცვლით დიდ პირობითად, რომ შეგეძლოთ შეცვლა, თუ არის რაღაც საკითხები, რაზეც შეგიძლიათ ისაუბროთ, რომელიც პირობითად ფიქრობთ, რომ შესაძლოა გამომწვევი მიზეზიც ყოფილიყო მათ შორის რთული პერიოდისა? ესეთი ბევრი იყო. შეიძლება თქვენ სხვა რაღაცას გულისხმობს, მათ შორის შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს ირგვლივ ტრიალები და აღარ ყოფილიყო ჩემს ირგვლივ მოტრიალე და ესეც არის პრობლემა. ტოქსიკურ გარემოს გულისხმობთ, ხომ ეს ძალიან სხვა ტიპის ხალხი, სხვა ტიპის დეტალია. მიდრეკილების ადამიანი, რომელიც შეიძლება მე მაშინ უფრო ჰუმანური, პროგრესული და შესაბამისი მეგონა და ზოგადად სხვა ტიპის წრეებიც ამავდროულად, რომელთაგანაც მე ახლა დიდწილად, როგორც იტყვიან, დისტანცირებული. მაგრამ ძირითადი, რასაც შევცვლიდი, იქნებოდა ცოდნის მიღება. იმიტომ რომ მე ხო მეტნაკლებად ჩემი თავი მანამდეც ვიცოდი რაღაც ფორმით და ვიცოდი რომ თქვათ ეს სტრესების დროს ეს ეგრეთ წოდებული ჭარბი ფიქრის და ამით მერე გამოწვეული დიდი დისკომფორტის მიდრეკილება მქონდა. ნუ მანამდე ახერხებდი რაღაცნაირად ამის კონტროლს ეთყობა არ იყო თქვათ შესაბამისი კოლაფსი მოახლოებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ცოდნა რომ მქონოდა მე, ხო და სხვაგვარი წარმოდგენა მქონოდა მენტალურ ჯანმრთელობაზე, გაცილებით იოლად გავუმკლავდებოდი ამ საქმეს. ამიტომ ცოდნის მიღებას ურჩევ პირველ რიგში ადამიანებს, იმიტომ რომ სხვა დანარჩენები ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური იქნება. ხო მე რო ჩემი გამოცდილება მოვყო, იმას ისე არ შეემთხვევა. სხვანაირად მოვა სტრესი მასთან და სამწუხაროდ მოვა. ხო ეხა ჩვენ არ გვინდა ეს რაღაცა ყალბი ვარდისფერი სათვალით ყურება ცხოვრებისადმი გარდაულად ჩატეხს ამ სათვალეს ადრე თუ გვიან და ჩვენ მოგვიწევს დავინახოთ ის როგორიც არის. ამიტომაც ხო როგორიც არის ის რომ დავინახოთ და თან ადვილად გაუსწოროთ თვალი, ამას ჭირდება ცოდნა. ხო და ნუ უთქვამს ეგ ყველაზე ბრძენ კაცს ქართველს თუ კაცსა ცოდნა არ ახლავს, გასტანძავს თუ ძოფილეს ყველაფერს ერგება და ყველაფრის შესაბამისია. კი ბატონო, პირად ცხოვრებაზე მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენად წარმატების ჭრილში, რამდენად უშლის ხელს წარმატება და პოპულარობა და საჯაროობა, ასე ვთქვათ, პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ იგულისხმება, რომ ჩვენ ენერგიას დიდი რაოდენობით ვახმართ აი ამ ჩვენ საქმეს წარმატებას, კარიერას ასე შემდეგ და შეიძლება ამ დროს პირად ცხოვრება გვერდზე დაგვრჩეს. ან პირიქით, შეიძლება საწვავი იყოს და პირად ცხოვრება ძალიან კარგი ისეთი კომპლექსური ამბავი ხო კონსტანტე გამსახურდა ესაც უწერია რომ ორი ბომონის მსახურება ერთად არ გამოდის და შესაბამისად შეიძლება ერთმა მეორე ან დაამსხვრიოს ან დაჩრდილოს ან თქვათ ორივემ ერთმანეთი გააუქმოს და სწორად უწერია სხვა შორის და ამ თვალსაზრისით თქვათ სხვა ტიპის სირთულეებს ეს ამბავი უკარნახობს ხო მე სხვაგვარი პირადი ცხოვრება მქონია ზოგჯერ სრულიად ქაოსური და ისეთი რაღაც თვალსაზრისით მოუწესრიგებელი, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესო წერლური გამოცდილების თვალსაზრისით და ისეთი როგორიც ახლა მაქვს ოჯახს გულისხმობ ხო
თუ ადამიანი მოახერხებს იმას და ივარჯიშებს ზომიერების სიმამაცეში, კამიუს აქვს ფანტასტიკური ესე, რომელსაც ქვია უცნაური სათაური. სიმამაცე ზომიერების, როდესაც ჩვენ ზომიერებაზე ვლაპარაკობთ, პირველი სიტყვა მაინდა-მაინც არ არის სიმამაცე, რომელიც გვახსენდება, ხო? სიმამაცე გვახსენდება უფრო რადიკალური ქმედებას, არნიშნავს ცუდ ქმედებას, მაგრამ უფრო რადიკალური ქმედებების დროს, ხო? როცა რაღაც საზღვრებს არღვევა იქით აქ. აი თურმე აღმოჩნდა, რომ ზომიერება სჭირდება ყველაზე დიდი სიმამაცე. და ყველაზე რთულად მისაღწევია და მე მაქვს იმედი რომ ამ გზაზე შევდექი, არ ვიცი. თეორიულად ადამიანის ცხოვრებაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა ხანი ვცხოვრობთ ამ დედამიწაზე, მაინც ყველაფერი შესაძლებელია ერთად და მე ამ თვალსაზრისით თუ რამით უკმაყოფილო არა ვარ, ჩემი თავით ეგ არის ჩემი ბიოგრაფია, იმიტომ რომ მე არ ვამბობ რომ ეს კარგია ან ცუდი. ეს ჩემი შესაძლებელი არ არის. მაგრამ მგონია რომ აი იმ ნაწილში, რასაც თქვენ პირაც ეძახით და იმ ნაწილში, რასაც თქვათ საჯაროს და საქმიანს, თუმცა ჩემთვის ესენი რაღაცნაირად ერთმანეთთან იკვეთება და ერთად ქმნის ადამიანის ფსიქოტიპს, მე საინტერესო გზა გავიარე, საინტერესო. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს არც კარგს და არც ცუდს, იმიტომ რომ ეს საჯარო თვალსაზრისით ხვიში შესაძლებელია და ემოციური აზრით კიდე მაგას თვითონ ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად აღიქვამს. კი ბატონო და კიდევ უფრო საინტერესო და კარგი წინ არის რა თქმა უნდა. კითხვას დაგისვამთ, აი თუ შეგიძლიათ გაგვიმხილოთ ან გითხრათ, თქვენი აი მომავალი წარმატებული გეგმა, რომელიც წარმატებისკენ მიდის, რა არის აი ისეთი? ცით რა, ბევრი მიზნები მაქვს, მათ შორის მინდა კინემატოგრაფის შესწავლა. თავის დროზე მქონდა მცდელობა ნათელა გრიგალაშვილთან ერთად 4 პატარა ფილმი გადავიღეთ და ახლა სცენარის ერთ-ერთი ავტორი ვარ ლევან კოღუაშვილის მომავალი ფილმისა გურია, რომელიც თავის დროზე გურული მოტივების მოტივებით დაიძრა და ნუ მერე ბევრჯერ შეიცვალა. რაც შეეხება იმ სფეროს, რომელიც ძირითადია ჯერჯერობით, ნუ ამჯერად წარმოვადგენ ბიბლუს, ციგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას, მის თავმჯდომარე ვარ და ბიბლუსის კრეატიული დირექტორი და ჩვენ აქტიურად ხსნით ქართულ სოფლებში ბიბლიოთეკებს, 2500 სოფელს გადავაჭარბე, ოღონდ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოყოლებული ბუნებრივია ეს პროექტი წამოვიღე. და საზღვარგარეთაც სულ ახლახანს ჩამოვედი, ვიყავი შვეიცარიაში და გერმანიაში, შვეიცარიაში გავხსენით ქართული საბავშვო ბიბლიოთეკა და გერმანიაში ფრაიბურგში სამწუხაროდაც გარდაცვლილი ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა ფრაიბურგში, პარალელურად ვასწავლი წერწიგნებს, აი კუპატას თავგადასავალი არის ბორო პერიოდის ძალიან ისეთი აქტიური ბესტსელერი, მეორე ნაწილი გამოვიდა კუპატა და მძინარაზებრა, მუშაობ ხა ერთ პოეტურ კრებულზე და წიგნზე ანწუხელიძე და აი ლიბჯეთი, რომელიც არის ჩემი დაფუძნებული ოდესღაც 2006 წელს დავაფუძნე და პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა იყო. ახლა ვაკეთებ სხვადასხვა ტიპის თქვათ სკოლებს და მათ შორის აი გუშინ საღამოს ჩამოვედი ქუთაისიდან, სადაც ხსნი არაფორმალურ სკოლას, არაფორმალური განათლების სკოლას ქუთაისში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ტიპური კლასიკური სკოლა, მაგრამ ამავდროულად თქვათ პარალელურად ეს შენაკადები ვფიქრობ, რომ განათლების მიმართულებით დიდ შედეგს იძლევა და ამ მიმართულებით მუშაობ. კი ბატონო და უდიდესი წარმატება ყველა წამოწყებაში. თქვენც ასევე. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. მსმენელს და მაყურებელს კი შევახსენებ რომ თქვენ უსმენდით და უყურებდით პოდკასტ წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იყო მწერალი გიორგი კეკელიძე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.